მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში და დღეს გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა დედა ტერეზას მემორიალური სახლ-მუზეუმი. ეს ვიდეო კი სწორედ ამ საკითხს მიეძღვნება. დედა ტერეზა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ერთდროულად ყველაზე ოდიოზური ფიგურაა მე-20 საუკუნის ისტორიაში. მილიონებისთვის ის წმინდანია, სიმბოლო უსასყრო თანაგრძნობისა და თავგანწირვის. სხვებისთვის კი პრობლემური ფიგურაა, რომლის ქველმოქმედებაც დიდი სკანდალია, რომელიც მორალურ კითხვებს პადერს. დედა ტერეზა ალბანელი კათოლიკე მონაზონი იყო, რომელმაც დააარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია ქველმოქმედების მისიონერები და 1979 წელს ჰუმანური საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა. დედა ტერეზა 1910 წლის 27 აგვისტოს დაიბადა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, ალბანელთა ოჯახში. როდესაც 18 წელი შეუსრულდა, ირლანდიაში წავიდა, სადაც მონაზონთა ორდენში ჩაირიცხა. 1931 წელს გახდა მონაზონი და მიიღო სახელი ტერეზა. მალევე ორდენმა იგი კალკუტაში გაგზავნა და 20 წლის განმავლობაში წმინდა მარიას ქალთა სკოლაში ასწავლიდა. 1946 წლის 10 ოქტომბერს მან ორდენიდან გაჭირებულთა და მიუსაფართა მზრუნველობის ნებართვა მიიღო. 48 წელს ჩამოყალიბა ორდენის საქველმოქმედო გაერთიანება, რომლის საქმიანობასაც გაჭირებულთა შეფარება და მკურნალობა წარმოადგენდა, მიუხედავად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა. 1965 წელს ორდენის ქველმოქმედების საზღვრები ინდოეთს გასცდა და ამჟამად მას მსოფლიოს 111 ქვეყანაში, 400 ფილიალი და 120 ქვეყანაში 700 გაჭირებულთა თავშესაფარი გააჩნია. როგორც წესი, ისინი ჩნდებიან სტიქიურად განადგურებულ და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში. 40 წლის განმავლობაში მან თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში. მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებიდან უერთდებიან სხვა მისიონერები და ისინიც ერთვებიან ამ საქმეში. 1979 წელს დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის პრემია. 1997 წელს ის 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო 2003 წლის ოქტომბერში კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. დედა ტერეზა რეალური სახელით ანიეს გონჯა ბოიაჯიუ ინდოეთში 1948 წელს ჩავიდა და კალკუტაში დააარსა ორდენის სიყვარულის მისიონერები. მისი მთავარი მიზანი იყო ყველაზე ღარიბებზე ზრუნვა, მომაკვდავებზე, უსახლკაროებზე, კეთროვნებზე. ის ქუჩიდან აგროვებდა ადამიანებს, რომლებსაც საზოგადოება უკვე ჩამოწერილად თვლიდა და მათთვის თავშესაფარს ქმნიდა. აქ მოჰყავდათ ადამიანები პირდაპირ ქუჩიდან, ტუბერკულოზით, ინფექციებით, ღია ჭრილობებით. თუმცა ეს ადგილი არ იყო საავადმყოფო, არ იყო ექიმები, არ იყო დიაგნოსტიკა. –1970 წლისთვის დედა ტერეზა ცნობილი ხდება თავისი ჰუმანურობით, ღარიბთა და უმწეოთა დახმარებისთვის. გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ იგი ნეტარად, ხოლო 2016 წელს პაპმა ფრანცისკემ იგი წმინდანად შერაცხა. ერთი შეხედვით ეს ჰუმანიტარული მისია იდეალურია, ადამიანი, რომელმაც ცხოვრება მიუძღვნა მათ, ვისაც არავინ უვლის. თუმცა სწორედ აქ იწყება კრიტიკული კითხვები. არაერთი ექიმი, ჟურნალისტი და მკვლევარი მიუთითებდა, რომ ამ თავშესაფრებში მედიცინის მინიმალური სტანდარტებიც კი არ იყო დაცული. მაგალითად, პაციენტებს ხშირად არ ეძლეოდათ ტკივილგამაყუჩებლები, თუნდაც ისინი ძლიერი ტკივილით იტანჯებოდნენ. შპრიცები ირეცხებოდა ცივ წყალში და ხელახლა გამოიყენებოდა. დიაგნოსტიკა პრაქტიკულად არ არსებობდა, ხოლო ინფექციების კონტროლი უკიდურესად სუსტი იყო. ექიმები და მოხალისეები, რომლებმაც იქ იმუშავეს, მოგვიანებით საუბრობდნენ შოკის მომგვრელ პირობებზე. საწოლებზე მიბმული პაციენტები, ანტიბიოტიკების არარსებობა, ინფექციების თავისუფალი გავრცელება. ადამიანები იღუპებოდნენ არა იმიტომ, რომ გადარჩენა შეუძლებელი იყო, არამედ იმიტომ, რომ დახმარება არ მიაჩნდათ საჭიროდ. რატომ? იმიტომ, რომ დედა ტერეზას ჰქონდა კონკრეტული ფილოსოფია, ტკივილს აქვს სულიერი ღირებულება. ის საჯაროდ ამბობდა, რომ ტანჯო ადამიანს ქრისტესთან აახლოებს. მისი სიტყვებია, ტკივილი არის კოცნა იესოსგან. თუ როცა ადამიანი კრუნჩხვებში კვდება, ეს ღვთისკოცნაა. ფრანგი ექიმი და ჟურნალისტი ჟან-კლოდ ლარეშე, რომელმაც თავად იმუშავა მის ერთ-ერთ თავშესაფარში, წერდა, რომ პირობები არ შეესაბამებოდა არც თანამედროვე მედიცინას და არც საბაზისო ჰიგიენურ ნორმებს. მისი თქმით, ბევრი პაციენტი იღუპებოდა იმ დაავადებებით, რომლებიც ადვილად იკურნებოდა, თუ კი ისინი ჩვეულებრივ საავადმყოფოებში მოხვდებოდნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტიკა ეხება ფინანსებს. დედა ტერეზას ორგანიზაცია იღებდა უზარმაზარ დონაციებს, როგორც რიგითი ადამიანებისგან, ისე ავტორიტარული რეჟიმის ლიდერებისაგან.
ცნობილია შემთხვევები, როცა ის იღებდა თანხებს დიქტატორებისგან, მაგალითად ჰაიტის ლიდერის ჟან-კლოდ დიუალიესგან, ადამიანისგან, რომლის რეჟიმიც წამებასა და მკვლელობაზე იდგა. მიუხედავად ამისა, არ არსებობდა გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება. სად მიდიოდა ფული, რატომ არ იხარჯებოდა თანამედროვე კლინიკების შექმნაზე, ან მეტ პერსონალის გადამზადებაზე. მილიონობით დოლარის ქოლმოქმედების ფონზე ადამიანები იღუპებოდნენ ელემენტარული მედიცინის გარეშე. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პრობლემა მხოლოდ უყურადღება არ იყო. ეს იყო იდეოლოგიური პოზიცია. დედა ტერეზა ხშირად ამბობდა, რომ ტანჯვალს აქვს სულიერი ღირებულება და რომ ტკივილი ადამიანს ღმერთთან აახლოებს. მისი ცნობილი ფრაზაა: საზარელია, როცა ადამიანი იღუპება ტკივილში, მაგრამ კიდევ უფრო საზარელია, როცა ის იღუპება სიყვარულის გარეშე. სწორედ ამ ხედვის გამო, ბევრის აზრით, ტკივილის შემსუბუქება მისთვის პრიორიტეტი არ ყოფილა. დედა ტერეზა სკოპიეს ყველაზე ცნობილი ადამიანია და ჩრდილო მაკედონიის რესპუბლიკაში ერთადერთი ნობელიანტია მშვიდობის დარგში. მემორიალური სახლის შენება 2008 წელს დაიწყო და 9 თვეში გაიხსნა კიდეც. ამ ადგილას, სადაც ახლა მემორიალია, იყო კათოლიკური ეკლესია, სადაც დედა ტერეზა მოინათლა. შესაბამისად, სახლის მდებარეობაც თემატური და სიმბოლურია. ფინანსური ანგარიშგება პრაქტიკულად არ არსებობდა. არავინ იცოდა, სად მიდიოდა თანხები. კრიტიკოსები ამას პირდაპირ უწოდებდნენ ფულის გათეთრებას რელიგიური იმიჯის უკან. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ დედა ტერეზამ რეალურად შეცვალა უამრავი ადამიანის ცხოვრება. მან ყურადღება მიიპყრო უკიდურეს სიღარიბეს, მოახდინა მარგინალიზებული ადამიანების ხილვადობა და შექმნა გლობალური ქველმოქმედების ძლიერი სიმბოლო. მისი გავლენა მედიისა და საზოგადოების ცნობიერებაზე უდავოა. შეიძლება თუ არა წმინდანად შერაცხვა ადამიანის, რომლის საქმიანობაც სისტემატურად უგულებელყოფდა ჰიგიენას, მედიცინას და ფინანსურ გამჭვირვალობას. დედა ტერეზა გვაიძულებს დავფიქრდეთ არა მხოლოდ ერთ ადამიანზე, არამედ თავად ქველმოქმედების ბუნებაზე. საკმარისია კარგი ნება, თუ აუცილებელია პროფესიონალიზმიც და შეიძლება თუ არა თანაგრძნობა იქცეს ძალადობად, როცა ის კრიტიკის მიღმა დგას. ეს არ არის ისტორია ცუდი ადამიანის შესახებ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, როგორ შეიძლება თანაგრძნობა გადაიქცეს ძალადობად, როცა მას კრიტიკის განიცავენ. დედა ტერეზა გვაჩვენებს, რამდენად საშიში შეიძლება იყოს წმინდანად შერაცხული ფიგურა, რომელსაც კითხვებს აღარ უსვამენ. დედა ტერეზას მემორიალურ სახლ-მუზეუმს წელიწადში 80,000-დან 100,000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს. მათ შორის პოლიტიკური ფიგურები, ვატიკანის სასულიერო პირები და ასე შემდეგ. გალერეის ზემოდან პატარა სამლოცველოა, სადაც კათოლიკური ეკლესიის მღვდლები წირვა-ლოცვას ატარებენ. დედა ტერეზასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით საპატიო წირვაზე მისი სიწმინდე გამოაქვთ. ამასობაში სანამ ჩვენ ვიდეოს ვიღებთ, მეორე გიტური მოვიდა. ვიდეოს ბოლოს კი დავსვათ მთავარი შეკითხვა. თუ ადამიანი ტკივილში კვდება, ხოლო შენ შეგიძლია მისი გადარჩენა, მაგრამ ამას არ აკეთებ სულიერი მიზეზების გამო. რას უწოდებთ ამას? ქველმოქმედებას თუ დანაშაულს? აღნიშნული მემორიალი სკოპიეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც როგორც თქვენც ხედავთ, აქტიურად იზიდავს ტურისტებს. ვიზიტი უფასოა და გირჩევთ, რომ თუ თქვენც მოხვდებით სკოპიეში, აუცილებლად მოინახულოთ ეს დაწესებულება. თუ საინტერესო იყო ეს ვიდეო თქვენთვის, თქვენი მოსაზრებები დაგვიწერეთ კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო და არხის განვითარების მიზნით გამოიწერეთ ჩვენი არხი.